Property Exclusive 2026 პირველი იაზე დაფუძნებული უძრავი ქონების ღონისძიება, როგორც უკვე არაერთხელ აღნიშნეთ, ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაზე ვიმყოფებით, ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებებით და ვაერთიანებთ საინტერესო რესპონდენტებს. ცხადია ღონისძიების ფარგლებში ქეთი ტაბატაძე, Property Georgia's მმართველი პარტნიორი, FFC Georgia's თანადამფუძნებელი გაერთიანდა რეალში უღმის მადლობა ქეთის სტუმრობისთვის და ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის, რომელზეც ახლა ვამახვილებთ ყურადღებას. Property Exclusive 2026 რატომ არის მნიშვნელოვანი დღევანდელი ღონისძიება და რამდენად სწრაფად ვითარდება და იცვლება ქეთი სტანდარტები უძრავი ქონების ბაზარზე. მადლობა გვანცა მოწვევისთვის პირველ რიგში ძალიან სასიამოვნოა ყოველთვის შენთან შეხვედრა და ამ ახალ ფორმატში კიდევ განსაკუთრებით და წარმატებას გისურვებ. რაც შეეხება უძრავ ქონებას, უძრავი ქონება შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში არის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებადი სექტორი. როდესაც რომელიმე სექტორი ვითარდება, ნიშნავს, რომ უდვივ სიახლეებთან გვაქვს საქმე და ინოვაციასთან. თვითონ Property Georgia 10 წლის წინ ჩამოყალიბდა, აი წელს უკვე მე-10 წელს აღნიშნავთ, ესე ვთქვათ, და ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ამ 10 წლის განმავლობაში. ჩვენც ესე ფეხდაფეხ მივყვებით სექტორის განვითარებას. დღევანდელი ღონისძიება არის Property Exclusive 26, როგორც ახსენე და უკვე მესამედ ვატარებთ ამ ფორმატში. ეს არის როგორც შინაარსობრივი ნაწილი პანელური დისკუსიები, ასევე მოგახსენება დღეს არის სპეციალური პირობებით დეველოპერებისგან უძრავი ქონება. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მუდმივად მომხმარებელი ითხოვს რაღაც სიახლეს შენგან. პირველი ორი ღონისძიების შემდეგ ვიფიქრეთ, რომ კიდევ რაღაც მეტი უნდა შეგვეთავაზებინა. ამიტომ დღეს რა თუ არა ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ყველა სფეროში უკვე ნელ-ნელა ვრცელდება, უძრავი ქონებისთვის სხვათა შორის ხელოვნური ინტელექტი ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და სასარგებლო დახმარა შეიძლება იყოს სავომავლოდ. თქვენ თავად როგორ იყენებთ ხელოვნურ ინტელექტს ყოველდღიურობაში? ჯერჯერობით ვსწავლობ და ვასწავლი. რომ შემდეგ უკვე და სხვათა შორის ახლა ძალიან საინტერესო კვლევა ვნახე. რამდენიმე დღის წინ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ უძრავ ქონებას უკავშირდება და როგორც ამბობენ 2030 წლისთვის დაახლოებით 34 მილიარდი savings გაუკეთებს სექტორს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხელოვნური ინტელექტის დახმარება და მასთან მეგობრობა. კიდევ ბევრ სიახლეს შევიტყობთ ფონზე. იმიტომ რომ ძალიან დიდ საქმეს საკუთარ თავზე იღებს. თუმცა ეს ერთი მხრივ შეიძლება კარგი არ იყოს ადამიანური რესურსებისთვის. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი სწორად გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი. რა თქმა უნდა, ყველაფერს სწორი გამოყენება ჭირდება და ყოველთვის მაინც ინოვაციისკენ უნდა ვიყოთ მისწრაფებით. მწვანემშენებლობის მიმართულებაზე ვისაუბროთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად ბევრი დეველოპერი შეთავაზებაში დევს სწორედ მწვანემშენებლობა ქეთს. მწვანემშენებლობა ზოგადად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, იმიტომ რომ მშენებლობა არ არის მხოლოდ ის კედლები, რაშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ეს არის გარემო, რომელიც უნდა იყოს ჯანსაღი, ეკოლოგიურად მეგობრული და იმისთვის, რომ ჯანმრთელად ვიცხოვროთ და კომფორტულად, ეს არის ცხოვრების სტილი, ესე ვთქვათ. ამიტომ საქართველოში კანონმდებლობის კუთხითაც უკვე მეტი და მეტი მოთხოვნები არის მწვანემშენებლობის მიმართულებით და იმისთვის რომ სექტორი იყოს მზად, სწორედ ამას ემსახურება ჩვენი პანელური დისკუსია და ჩვენი შეხვედრები მწვანემშენებლობაზე, იგივე ენერგოეფექტური კანონმდებლობის საკითხებზე, რომ ეს არ იყოს უცებ შეთავაზებული სიახლე და ეტაპობრივად მივყვეთ სექტორთან ერთად. თუმცა რაც ძალიან კარგია და აღსანიშნავია, დეველოპერების მხრიდან არის მზაობა, ითვალისწინებენ და ძალიან მოტივირებულებიც კი არიან, რომ ყველაფერში იყვნენ პირველები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სასარგებლო სიახლეების ფონზე და იმ სიახლეების ფონზე, რომელიც დღეს გვხდება, თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნოთ, რომ თქვენი გავლენა ბაზარზე დღითიდღე იზრდება ძალიან პოზიტიურად და დადებითად, რაც მე ძალიან მახარებს. რა პასუხისმგებლობას გრძნობთ ამ პროცესში ქეთ? პასუხისმგებლობა ნებისმიერ საქმეში ძალიან დიდია, რასაც ხელს მოკიდებ და რაც უფრო მეტ საქმეს აკეთებ, ეს პასუხისმგებლობაც იზრდება. აი თუნდაც დღევანდელ ღონისძიებას რო გეგმავდით, თავიდან არ იყო ესეთი მთლად ამბიციური, შემდეგ უკვე ხელოვნური ინტელექტი რო დაგვემატა ჩვენ პარტნიორ Twinows-თან ერთად კიდევ უფრო გაიზარდა მისი მასშტაბი და ასევე კომპანიების რაოდენობა, როცა ვნახეთ, რომ კიდევ უფრო მეტი იყო, ყოველი ახალი საქმე, ყოველი ახალი წამოწყება და ყოველი ახალი მიმართულება არის დამატებითი პასუხისმგებლობა და თუ ამისთვის მზად არ ხარ, ვერ განვითარდები. ამიტომ უნდა გარისკო და აუცილებლად გაამართლო. რა თქმა უნდა. Property და FFC Georgia's მომდევნო ნაბიჯზე უნდა ვისაუბროთ, სწორედ ამ პასუხის შემდეგ აუცილებლად კვლავ გააგრძელებთ დარწმუნებული ვარ სიახლეების
დანერგვას რა მიმართულებით მიდის და რა კუთხით? პროპერტი ჯორჯიას და FIABC ჯორჯიას სიახლეებს გავაზიარებთ დღესაც რა თქმა უნდა, თუმცა ერთ-ერთი მთავარი სიახლე რაც არის წელს არის რომ შევქმნით პროპერტი ჰაბი, რომელიც უკვე პროპერტი ჯორჯიას და FIABC ჯორჯიას მოიაზრებს. ეს არის ჰაბი, რომელიც არის განკუთვნილი როგორც კომპანიებისთვის, დეველოპერებისთვის, სამშენებლო სექტორში მოღვაწე კომპანიებისთვის ადგილობრივ ბაზარზე, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენ გვინდა რომ მივცეთ შესაძლებლობას ყველას იყოს ამ community-ის ნაწილი. მიუხედავად იმისა, ეს მცირე კომპანია, საქართველოზე ორიენტირებული საშუალო დონის თუ ისეთი, რომელსაც ძალიან დიდი საერთაშორისო ამბიციები აქვს და ამისთვის გვყავს ახალი საერთაშორისო მედია პარტნიორი, თვითონ FIABC-ის ქსელი, რომელიც მთელ მსოფლიოს ფარავს და ყველა კონტინენტზეა და გვაქვს კიდევ ძალიან ბევრი კარგი სიახლე, რასაც ეტაპობრივად შევთავაზებთ. გვაქვს ასევე დაჯილდოება, ეს არ მინდა რომ გამოვჩეს შემოდგომაზე. ზუსტად ჯერ თარიღი არ ვიცით და ეს იქნება უკვე რიგით მესამე დაჯილდოება, რომელსაც პროპერტი ჯორჯია და FIABC ჯორჯია შემოგთავაზებთ. თვითონ დაჯილდოება არის FIABC ჯორჯიას Pretty Excellence Awards, რომელიც არის საერთაშორისო დაჯილდოება და ადგილობრივ დონეზე გამარჯვებულები შემდეგ უკვე მიიღებენ მონაწილეობას მსოფლიო ასპარესზე. და სადაც ჩვენ პირველ ორ დაჯილდოებაზე ყავდა უკვე გამარჯვებულები მსოფლიოში გამორჩეული პროექტები საქართველოში. რა თქმა უნდა, კეთი, სწორედ ასეთ მასშტაბურ არეალს ვართ თქვენგან შეჩვეულნი. ძალიან მახარებს რომ დაჯილდოების ნაწილიც არეალში გაერთიანდება აუცილებლად ამის პირობას. დავიტოვებ უღრმეს მადლობა კეთი, როგორც ყოველთვის ამომწურავი პასუხებისთვის და იმ მნიშვნელოვანი ღირებულებებისთვის, რომელიც დღეს არეალში გაგვიზიარეთ. კეთი ტაბატაძე, პროპერტი ჯორჯიას მმართველი პარტნიორი, FIABC ჯორჯიას თანადამფუძნებელი გაერთიანდა არეალში. ვაგრძელებთ, რა თქმა უნდა, ღონისძიების ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი რესპონდენტების გაერთიანებას.